თავი მესამე. სად მდებარეობდა კუნძული ატლანტისი? ზოგ შეიძლება ატლანტისელთა სამყოფელის ძიების საკითხი სრულიად ზედმეტი ეჩვენოს, რადგან პლატონს ტიმეოსში ზედმიწევნით ზუსტად აქვს მითითებული მისი მდებარეობის ადგილი. იმ სრუტის გაღმა მდებარე კუნძული თქვენს ენაზე ჰერაკლეს სვეტებად რომ იწოდება. ლაპარაკია ჰიბრალტარის სრუტის დასავლეთით, ანუ ატლანტის ოკეანეში დიდი კუნძულის არსებობაზე, რომელზეც ატლანტისის სამეფოთა ძლიერი კავშირი მდებარეობდა. ჩვენ არ ვიცით ატლანტისის ადგილმდებარეობა, რაზეც დიალოგებშია საუბარი, გურუმ სონქისაგან მომდინარე ცნობაა თუ პლატონის მისტიფიკაცია. სამაგიეროდ ვიცით, რომ პირველი, ვინც ატლანტისის ამბავი პლატონის მიერ მოგონილად მიიჩნია, მისი მოწაფე არისტოტელე იყო. ოღონდ ეს საკითხი ამით არ გადაჭრილა და პლატონს მხარდამჭერებიც გამოუჩნდნენ. ძველი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნეში კრანტორ სოლელს ქალაქ სიასში ქალღმერთ ნეითის ტაძარში უნახავს ატლანტისზე დაწერილი ეგვიპტური ტექსტები. ამ ცნობას გვაწვდის ნეოპლატონიკოსი პროკლე, რომელიც სავარაუდოდ ცხოვრობდა ახალი წელთაღრიცხვით 485 წლებში. ამავე ავტორს მერცილინუსის დაკარგული წიგნიდან ეთიოპიის ისტორია შემოუნახავს ზოგიერთი მოსაზრება ატლანტისის შესახებ. აი რას გვამცნობს ამის თაობაზე პროკლეს ნაშრომი. ატლანტის ოკეანეში მდებარე ზოგიერთი კუნძულის მცხოვრებთ ხსოვნაში შემორჩენიათ თავიანთ წინაპართა მიერ მონათხრობი ამბები უჩვეულოდ დიდი კუნძულის ატლანტისის შესახებ. ეს კუნძული პოსეიდონს ეკუთვნოდა და იქ მდებარე ქვეყანა დიდი ხნის განმავლობაში ფლობდა ოკეანის ყველა დანარჩენ კუნძულს. ორივე წყარო ფასდაუდებელი მნიშვნელობისა იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება. პროკლეს პირველ წყაროების ავტორთაგან აშორებს დროის დიდი მონაკვეთი 8 საუკუნე. ამ ხნის მანძილზე კრანტორ სოლელისა და მარცელინუსის ტექსტების გადამწერებს შესაძლოა ნეფსითა თუ უნებლიეთ რაიმე ცვლილებები შეეტანათ, რომ არაფერი ვთქვათ თავად ნეოპლატონიკოს პროკლეზე, რომელიც პლატონის თავგამოდებული მიმდევარი იყო. ცხადია, ამის გამო მას არ შეიძლება ბრალი დაედოს ფაქტების გაყალბებაში, მაგრამ ყველაფერი ერთად მის ნაშრომს, როგორც პლატონის დიალოგებში მოთხრობილი ამბის დამადასტურებელ წყაროს დამაჯერებლობას უკარგავს. საერთოდ აშკარად იგრძნობა ტიმეოსსა და კრიტიაში მოცემული ისტორიის გავლენა შემდგომი ხანის ავტორთა ქმნილებებზე. ასე მაგალითად, პლატონის უმცროსი თანამედროვის, ბერძენი ისტორიკოსის თეოპომპექიოსელის ცხოვრობდა ძველი წელთაღრიცხვით 376-305 წლებში. ეს ნაშრომი, რომელიც შემონახულია ახალი წელთაღრიცხვის მეორე-მესამე საუკუნეების შესაყარზე, ცხოვრების რიტორის კლაუდიუს ელიანუსის ნაირფერ ისტორიებში ასეთ რამეს ამოიკითხავთ. ევროპა, აზია და ლიბია ოკეანით გარშემორტყმული კუნძულები იყო ოდესღაც.
ერთადერთი მატერიკი ამ ქვეყნების გარეთ მდებარეობდა. ერთობ დიდი იყო ის მატერიკი და ვეება ცხოველები ბუდობდნენ იქ. ადგილობრივი მოსახლენიც ჩვენი მიწაწყლის ხალხს სიდიდით ორჯერ აღემატებოდნენ. იმ ქვეყნებში ბევრი დიდი ქალაქი იყო, სულ სხვა კანონები და ადათ-წესები ჰქონდათ. ჩვენსას არ ჰგავდა. თავისი სიდიდით ორი ქალაქი გამოირჩეოდა განსაკუთრებით, თუმცა სიდიდის გარდა არაფერი ჰქონდა საერთო იმ ქალაქებს. ერთ მათგანს საბრძოლო ეწოდებოდა, მეორეს სამშვიდობო. მეორე ქალაქის მოსახლეობა უშფოთველად და შეძლებულად ცხოვრობდა. მოსავალს უგუთნოთ და უხარებოთ, უხნა უთესველად მოიწევდა. ავადმყოფობა რა იყო არ იცოდნენ და მთელი მათი ცხოვრება ერთი გადაბმული დალხინება და სიხარული იყო. დანაშაულს და ცოდვას არ შადიოდნენ და ღმერთები დიდად უფასებდნენ ამ ამბავს. პირველი საბრძოლო ქალაქის მკვიდრნი პირიქით შფოთისათვის იყვნენ განწყობილნი. იარაღის ხმარება იცოდნენ, მუდამ იმის ცდაში იყვნენ როგორმე მეზობლები დაემორჩილებინათ, რათა მათი ქალაქი მრავალ ხალხზე გაბატონებულიყო. 2 მილიონამდე სული ბინადრობდა ამ ქალაქში. იშვიათად ზოგიერთები ომში მიღებულ ჭრილობებს ეწირებოდნენ. ოღონდ რკინა ვერასვნებდა მათ. ქვითა და ჯოხით თუ მოიკვლევოდნენ მხოლოდ. სამყოფი ჰქონდათ ოქრო და ვერცხლი და იმაზე ნაკლებად აფასებდნენ, ვიდრე ჩვენ ვაფასებთ რკინას. ოდესღაც ყვებოდა სილენი, მათ მოიწადინეს ჩვენს კუნძულებსაც დასხმოდნენ თავს. ოკეანის გადმოღმა 10 მილიონი კაცი გადმოსხეს და ჰიპერბორელთა მიწებს მიაღწიეს, მაგრამ დარწმუნდნენ, ეს ხალხი ბედნიერი კი არის, ოღონდ ღარიბია და სიღატაკეში ცხოვრობსო, იმდენად შეიზიზღეს, რომ უარი თქვეს ლაშქრობის გაგრძელებაზე. თეოპომპეს მონათხრობის გაგრძელებაში კიდევ უფრო ჭარბად არის ფანტასტიკური ისტორიები. ეს შეეხება მეროპეებად წოდებულ ხალხს, რომლის სამფლობელოთა ბოლოს ერთი ადგილი, ანოსტორომ ჰქონია. ისეთ ღრმულს გავდა, იქ არც სინათლეა და არც სიბნელე. ჰაერიც მეწამული. ამ ადგილას თურმე ორი მდინარე მოედინება, მწუხარებისა და სიხარულის. მათ ნაპირას ამოზიდულ ხეებს უცნაური თვისება ჰქონდათ და უცნაური ნაყოფი ჰქონიათ. ვინც მწუხარების მდინარესთან გაზრდილი ხის ნაყოფს გემოს გაუსინჯავს, დამწუხრდება და მთელი სიცოცხლე მტირალი იქნება, ხოლო ვინც სიხარულის მდინარესთან მოწყვეტს ნაყოფს, ყველა სენისგან განიკურნება, საზრუნავი დაავიწყდება და იქამდე გაახალგაზრდავდება, ვიდრე ბავშვად არ იქცევაო. ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის რომაელი გეოგრაფის პომპონიუს მელას წიგნში დედამიწის აღნაგობისათვის მოცემულია ნეტარი კუნძულების აღწერა. სანაპიროს მზით გადაბუგული ნაწილის პირდაპირ არის კუნძულები, რომლებიც გადმოცემის თანახმად ჰესპერიდებს ეკუთვნით. სილიან სივრცეში ატლანტის მთა წამომართულა. ყოველმხრივ გამოშვერილი კლდეები მიუვალს ხდიან ამ მთას. ზედა ნაწილი წაწვეტილი აქვს. მისი მწვერვალი არ იხილვება, ღრუბლებს არის აშორებული. ამბობენ, არათუ სწუდება ცასა და ვარსკვლავებს, მათ საყრდენადაც არის შედგმულიო. ამ მთის მოპირდაპირე მხარეს ნეტართა კუნძულებია. იქ თავისით ამოიზიდება ერთი მეორის მომყოლი ნაყოფი, რომელსაც საზრდოდ ხმარობენ კუნძულთა მოსახლენი. იმ ხალხს საზრუნავი არ აწუხებს და დიდებულ ქალაქთა ბინადრებზე უკეთ ცხოვრობს. ერთი კუნძულთაგანი იმათ არის შესანიშნავი, რომ ორი საკვირველი წყარო გადმოედინება. პირველის მგემელს სიცილი აუტყდება და შეიძლება სიცილით მოკვდეს კიდეც. საკმარისია მეორე წყაროს წყალი შესვას, რომ სიცილმა გადაუაროს. ის, რასაც პომპონიუსი მელა წერს,
თავიდან აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსა და მიმდებარე კუნძულების აღწერას გავს. მაგრამ შემდეგ მისი მონათხრობი სიცილის მომგვრელი და წამგვრელი წყაროების თაობაზე ძალიან გავს თეოპომპეს სიხარულისა და მწუხარების დინარეების ამბავს. ამასთან როგორც პირველ შემთხვევაში იყო, ისე აქაც ფანტასტიკური ელემენტის შემოტანა ნაშრომს დამაჯერებლობას უკარგავს. ამას გარდა ორი მდინარე და ორი წყარო, კუნძულების განსაკუთრებული ნაყოფიერება საფუძველს გვაძლევს ამ ნაწარმოებში პლატონის ტიმეოსისა და განსაკუთრებით კრიტიას გავლენის კვალი დავინახოთ. ამ ავტორთა გარდა ბევრ სხვასაც უწერია ოკეანეში არსებულ კუნძულთა შესახებ და როცა ამ კუნძულთა აღწერებს ეცნობი, ისევ და ისევ პლატონის ატლანტისის გავლენას ხედავ. ნაწილობრივ ეს ითქმის ძველი წელთაღრიცხვით პირველი საუკუნის რომაელი ისტორიკოსის დიოდორე სიცილიელის ბიბლიოთეკის მეხუთე წიგნში მოცემული კუნძულის აღწერაზეც. ჰერაკლეს სვეტებს გამოღმა მდებარე კუნძულების გაცნობის შემდეგ ოკეანის კუნძულებზე გადავიდეთ. ლიბიის დასავლეთით აფრიკასთან უფრო ახლოს ოკეანის სივრცეში უდიდესი კუნძული არის განფენილი. იქაური მიწა ნაყოფიერია, თუმცა მთაგორიანი კი არის ის მხარე. სანაოსნო მდინარეებით რომ ირწყვება, ტყიან ადგილას სხვადასხვა გვარი ხეები ხარობს, ხოლო აურაცხელი წალკოტი ნაყოფ სავსეა, სოფლებიც აგრეთვე მდიდრულად არის გაშენებული. ამ ქვეყნის მთიან მხარეში მრავლად არის ტყეები, რომლებშიც ნაირგვარი მსხმოიარე ხეშე გვხვდებათ. კუნძულზე ბევრია წყარო, რომელთა წყალი წყურვილს კი არ კლავს, მხოლოდ ჯანმრთელობისთვისაც მოსახდენია. ნადირიც მრავლადაა მოსანადირებლად და მათი ხვავრიელობა სიხალისისა და სიმდიდრის ელფერით ამშვენებს ხოლმე ლხინს. კუნძულის ირგვლივ ზღვა თევზით არის სავსე. ჰავა ფრიად კეთილია. ბოლოს იმ კუნძულზე იმდენად მშვენიერია ცხოვრება, რომ იტყვით აქ კაცნი კი არა, ღვთაებანი უნდა სახლობდნენო. დანარჩენი ქვეყნებისაგან დაშორების გამო წინათ ის კუნძული ცნობილი არ ყოფილა. შემთხვევით წააწყდნენ. ფინიკიელი ვაჭრები ძველთაგანვე ზღვით მიმოდიოდნენ ხოლმე. ამიტომ მხოლოდ აფრიკაში კი არა, ევროპის დასავლეთით მდებარე მხარეებშიც დაესახლნენ ისინი. რა კი ხელიც მოემართათ, ჰერაკლეს სვეტებსაც გასცდნენ და ოკეანეთ წოდებულ ზღვაში შეცურეს. მანამდე კი სვეტების ახლოს, სრუტესთან, ევროპის ნახევარკუნძულზე ქალაქი გადირი, დღევანდელი ესპანეთის ქალაქი კადიქსი დააფუძნეს და იმ ქალაქში ჰერაკლეს სახელზე ააგეს დიდებული ტაძარი, სადაც მსხვერპლს წირავდნენ ხოლმე ფინიკიელთა ჩვეულებისამებრ. ის ტაძარი კვლავინდებურად წმინდა ადგილად არის მიჩნეული, ისე რომ თვითწარჩინებული რომაელნიც დიდთა საქმეთათვის ხელის მოყოფამდე ამ ტაძარში აღთქმას დებდნენ ხოლმე და საქმის კეთილად დაგვირგვინების შემდგომ აღთქმასაც აღასრულებდნენ. ერთხელ აფრიკის გასწვრივ მცურავი ფინიკიელი ქარიშხალმა შორს გაიტაცა ოკეანეში და გზააბნეულნი ბოლოს იმ კუნძულს მიადგნენ. იმ მხარის დოვლათიანობის ამბავი რომ შეიტყვეს, სხვასაც ამცნეს ეს ყოველივე. ამიტომ ზღვაოსანმა ტირენიელებმაც ეტრუსკებმა განიზრახეს იქ დამკვიდრება, მაგრამ მათ წინ აღუდგნენ კართაგენელნი, რომელნიც იმას უფრთხოდნენ, რომ იმ კუნძულზე უზრუნველად ცხოვრების იმედით ცდუნებულნი მათი მოქალაქენი იქ არ დასახლებულიყვნენ და გარდა ამისა კართაგენელებს სურდათ ვინიცობა მოულოდნელი საშიშროება დასტეხოდათ, მზად თავშესაფარი ჰქონდათ მარქაფათ. იმედოვნებდნენ, თუ კი ხომალდები გვექნა, მტრისათვის უცნობ კუნძულებზე გადახვეწას ყველანი შევძლებთო. თუ რამითაა დიოდორე სიცილიელის ნაშრომის ეს თავი გამორჩეული, ესაა ჰერაკლეს სვეტებს იქით ფინიკიელებისა და ეტრუსკების საზღვაო ექსპედიციების შემცველი ცნობები.
ამ ორ საზღვაო ერს შორის არსებული წინააღმდეგობის ასახვით, რასაც ახლად აღმოჩენილი კუნძულების კოლონიზების მცდელობა ედო საფუძვლად. რაც შეეხება ოკეანის განფენილ უდიდეს კუნძულს, ეს უდავოდ პლატონის ატლანტისის ანარეკლია, რადგან ასეთი სიდიდის ისიც დასახლებული კუნძული ატლანტის ოკეანეში არ არსებობს. თუ კანარის კუნძულებსა და ერდროს იქ მოსახლე გვანჩების ტომს ვიგულისხმებთ, გამოდის, რომ ავტორს კუნძულების მასშტაბებიც გაუზრდია და ადგილობრივი მოსახლეობის ყოფაც ერთობ გაიდეალებურად აუსახავს. სხვათა შორის, დიოდორე სიცილიელს ბიბლიოთეკის მესამე წიგნში აღწერილი ჰქონია ამორძალების ლაშქრობა ატლანტების ნაყოფიერ მიწაზე მცხოვრები მშვიდობიანი უწყინარი ხალხის წინააღმდეგ. თუ რისი ანარეკლია მისი ეს აღწერა, ამის თქმა დანამდვილებით შეუძლებელია. ამასთან ეს მონათხრობი არაფერს მატებს ატლანტის ოკეანეში არსებობის იდეას. ბრიტანეთის კუნძულების მახლობლად მდებარე უცნობ კუნძულებზეც ბევრი ითქვა. ცივი ზღვების შესახებ ამ კუნძულთა ნაპირებს რომ მიმორეცხავს, იმ დროს ყოველგვარ უაზრობას ყვებოდნენ. ასე მაგალითად, კართაგენში ნამყოფი ერთი იდუმალი უცხოელის მონათხრობით, ბრიტანეთის კუნძულების დასავლეთით 5 დღის ცურვის მანძილზე არის კუნძული ოგიგოსი, მისგან ჩრდილოეთით კი 3 სხვა. ერთ-ერთ ამ კუნძულზე დამწყდეული იყო დამხობილი ღმერთი კრონოსი. ტომსონი ქვემოთ მიუთითებს, ეს ისტორია პლუტარქეს ეკუთვნისო, ოღონდ იმავე გვერდზე, რიგით მესამე სკოლიოში განმარტებულია. აქ ავტორი გულისხმობს არა ისტორიკოს პლუტარქეს, პარალელური ბიოგრაფიების ავტორს, არამედ ჩვენი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნის უცნობ მწერალს, რომელსაც ფსევდო პლუტარქეს უწოდებდნენ. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მითში მოთხრობილი ამბისათვის გეოგრაფიული კონკრეტულობის მინიჭების მცდელობასაც. რაც შეეხება კრონოსს, ის არის ოლიმპოს ღმერთების წინამორბედი, ურანოსისა და გეას შვილი, უმცროსი ტიტანი. მან დედის, დედამიწის, გეას შემაწუხებელი თავისი მამა ურანოსი ნამგლით დაასაჭურისა, დანარჩენ ტიტანებზე ამაღლდა და ღმერთებს სათავეში მოექცა. კრონოსის დროს დადგა ოქროს ხანა, ცადა დედამიწა გაიყო, ცოლად შეირთო საკუთარი და რეა, მისგან ეყოლა ჰესტია, დემეტრა, ჰერა, ჰადესი, პოსეიდონი, ზევსი, ხოლო ფილირისაგან კენტავრი ქირონი. გიამ უწინასწარმეტყველა, შენს შენი შვილი დაგამხობსო. ამიტომ შვილებს დაბადებისთანავე ყლაპავდა. შთანთქა ქვეყანა გარდა ზეცისა, რადგან რეამ შვილის მაგივრად ქვა გადააყლაპა. პატარა ზევსი კი გადამალა კუნძულ კრეტაზე, იდას მთაგრეხილზე, დიქტეს გამოქვაბულში, სადაც მას თხა ამალთეა კვებავდა. კურეტები იცავდნენ, ნიმფები უვლიდნენ. როცა ზევსი გაიზარდა, ტიტანებთან ბრძოლას ჩაუდგა სათავეში, დაამხო კრონოსი და დედამისის გეას დახმარებით აიძულა ჩაყლაპული შვილები ამოენთხია. აი ეს კრინოსი ერთი ვერსიით სხვა ტიტანებთან ერთად ქვესკნელშია, მეორეთი ოგიგოსზე იყო დატყვევებული, შემდეგ კი ზევსთან დაზავებული უკვე ნეტარ კუნძულზე მსაჯულობდა. ეს მითი იმით არის საყურადღებო, რომ მასში ასახული ძველ და ახალ ღვთაებათა ბრძოლაში, ანუ ტიტანების დამარცხებასა და კუნძულზე დატყვევების ამბავში, აშკარად შეიმჩნევა ანარეკლი ეგეიდაში მიმდინარე კულტურათა ცვლის მძიმედ მიმდინარე პროცესისა, რაც ამ კულტურათა მატარებელი ეთნოსების გაძლიერების, დასუსტებისა და დაცემის შედეგად ხდებოდა. ჩანს ბერძნები
ფენებზე ადრინდელი კულტურის მატარებელი ხალხი დამარცხების შემდეგ, ვიდრე ახალ ეთნიკურ ძალასთან ასიმილირდებოდა, კუნძულებზე აფარებდა თავს და ინარჩუნებდა თავის თავადობას, სანამ საბოლოოდ არ იქნა ბერძენთა მიერ დამორჩილებული. კრონოსი ძველი კულტურის მითოლოგიზებული სახეა, ზევსი ახლისა. მას შემდეგ, რაც ბერძენთა თვალსაჩინო გაიზარდა, მითოლოგიურ პერსონაჟთა სამოქმედო ასპარეზიც გაზარდეს და ის ეგეიდას ბევრად დააშორეს. შესაბამისად, კუნძული ოგიგოსიც სულ უფრო შორს გადაჰქონდათ და ფსევდო პლუტარქემ სცადა მისი ადგილმდებარეობის ლოკალიზება ატლანტის ოკეანეში. შემდეგ თავში ამ მითს კიდევ გავიხსენებთ. მივუბრუნდეთ კართაგენელთა საზღვაო ექსპედიციებს ატლანტის ოკეანეში, კერძოდ ბრიტანეთის კუნძულებისაკენ. ამის შესახებ ცნობებს ვნახულობთ ახალი წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნის რომაელი პოეტის რუფუს ბუსტუს ავენიუსის წიგნში ზღვის სანაპიროს აღწერა, რომელშიც ბერძენ ავტორთა შრომები უხვადაა გამოყენებული. აი რას წერს ავენიუსი. აქედან წმინდა კუნძულებამდე, ასე ეწოდებოდა მათ ძველად, ხომალდით 2 დღის სავალია. ის კუნძული ირლანდია. განივრად არის ამოზიდული წყლიდან და მასზე გიერთა ტომი ცხოვრობს. მის მახლობლად ალბიონთა ტომის კუნძულია, დიდი ბრიტანეთი. ტარტესის მკვიდრთ ჩვეულებად ჰქონდათ ესტრიმინდის ფარგლებში ევაჭრათ, ხოლო კართაგენის მცხოვრებნიცა და ჰერაკლეს სვეტებთან მოსახლენიც არაერთხელ შეცურებულან ამ ზღვებში. პინიელი ჰამილკონი, რომელიც გვაუწყებს, ეს ყოველივე თავადვე გამოვცადე, როცა იქამდე გაჭირვებით ჩავაღწიეო. ამბობს, 4 თვეში თუ შეიძლება ინგზის გავლა, ქარი არ ქრის, რომ ხომალდი მისით იძვროდეს, წყლის ლუმბრა ზედაპირი უძრავად დგასო. ამას უნდა დაემატოს შემდეგი: მორევთა წიაღში მრავლად იზრდებიან წყალმცენარენი და ტყეში აშლილი შამბნარივით ხომალდის ძვრას აბრკოლებენ ხოლმე. ამასთან მისივე თქმით, იქ ზღვაც არ არის ღრმა და თხელი წყალი მიწას ძლივს ფარავს. ზღვის ცხოველთა გუნდებიც ხშირად ხვდებათ იქ, ტაატით მიმავალ ხომალდთა შორის ზღვის ურჩხულები მიმოძვრებიან. ის თუ სად მდებარეობდა წმინდა კუნძული, რომლის შესახებაც ავენიუსის წიგნშია ლაპარაკი, მეცნიერებს დღემდე ვერ დაუდგენიათ. ციტატა მნიშვნელოვანი იმითაც არის, რომ წარმოდგენას გვიქმნის კართაგენელთა საზღვაო ექსპედიციების მასშტაბებსა და ხასიათზე. ოკეანის ზედაპირზე ამოსული წყალმცენარეები ნაოსნობას რომ აბრკოლებდნენ, შესაძლოა ოკეანის იმ ადგილს წარმოადგენდეს, სადაც სარგასის ზღვა, ანუ შესაძლოა კართაგენელებს ანტილიის კუნძულებამდე მიეღწიოთ. ეს ყველაფერი კარგია იმის დასასაბუთებლად, თუ როგორ იზრდება ანტიკური სამყაროს გეოგრაფიული ფარგლები, რომ ისინი უკვე ატლანტის ოკეანეში დაცურავდნენ, აღწერდნენ კანარის, მადერას, აზორისა და ბრიტანეთის კუნძულებს, სავარაუდოდ ანტილიის კუნძულებსაც. რაც შეეხება თეოპომპეს, პომპონიუს მელას, დიოდორე სიცილიელს, პლუტარქესა და ავენიუსის შრომებს, მათში როგორც უკვე ვთქვი, იგრძნობა პლატონის ტიმეოსისა და კრიტეას პირდაპირი თუ ირიბი გავლენა. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად სარწმუნოა ის წყაროები, ზემოხსენებული ავტორები რომ ეყრდნობიან, ატლანტოლოგთა დიდი ნაწილი მათ შრომებში ატლანტის ოკეანეში კუნძულ ატლანტისის კატასტროფას გადარჩენილი ფრაგმენტების არსებობის დადასტურებას ხედავს. არადა პრობლემა ასე ადვილი გადასაწყვეტი არ არის, თუნდაც იმიტომ, რომ ბერძნებმა არათუ პლატონამდე
9000 წლის წინ იცოდნენ ჰერაკლეს სვეტებს იქით მდებარე ოკეანის სახელი, არამედ საყოველთაოდ ცნობილია ბერძნულ ლიტერატურაში ატლანტის ოკეანე. ამ სახელწოდებით პირველად ჰეროდოტე ახსენა თავის ისტორიაში, ხოლო მთელი ის ზღვა, რომელზედაც ელინები ცურავენ და ის, რომელიც ჰერაკლეს სვეტებს გარეთაა, ატლანტისად რომ იწოდება და მეწამული ზღვა არსებითად ერთია. ამრიგად იმ დროის კულტურული ერებიდან პირველები ფინიკიელები გასცდნენ ჰერაკლეს სვეტებს. ეგეიდის ათვისების შემდგომ ფინიკიელებმა სავაჭრო ურთიერთობა დაამყარეს ხმელთა შუა ზღვის უკიდურეს დასავლეთის რაიონებთან, პირინიეს ნახევარკუნძულზე მცხოვრებ იბერებთან, რომელთაგან ისინი უმთავრესად ლითონს იძენდნენ. ფინიკიელები დიდ სავაჭრო ექსპედიციებს აწყობდნენ პირინეის იბერიაში, სადაც ბრინჯაოს იარაღს, ნაირგვარ სურნელოვან ზეთებს, ძვირფას ქსოვილებს და სხვადასხვა წვრილმანს მიეზიდებოდნენ ხოლმე. იქ შეძენილი საქონელი კი მოჰქონდათ აღმოსავლეთისაკენ, სიცილიაში, საბერძნეთში, აზიაში და ვაჭრობის შედეგად დიდ მოგებას ნახულობდნენ. თანდათან ფინიკიელებმა ამ სავაჭრო გზის ათვისება მოახერხეს, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობების დასამყარებლად. საჭირო იყო აღნიშნული სავაჭრო გზის გასწვრივ ფინიკიურ დასახლებათა შექმნა, რომელნიც იქცეოდნენ ბაზებად დასავლეთისაკენ მიმავალი გემებისათვის. პირველი ფინიკიური კოლონია ტვიროსელებმა დააარსეს ჰიბრალტარის სრუტის დასავლეთით, აფრიკის სანაპიროზე, იქ სადაც ამჟამად მდინარე ლიქსი ატლანტის ოკეანეს ერთვის, მაგრამ რადგან იგი სავაჭრო გზებისაგან დაშორებული იყო, ტვიროსელმა ვაჭრებმა უშუალოდ იბერიის ნახევარკუნძულზე მოიკიდეს ფეხი და ფინიკიური ქალაქი გადესი, თანამედროვე კადიქსი დააარსეს. ზემოხსენებული ორი კოლონიის გარდა ფინიკიელებმა ჰერაკლეს სვეტების მიდამოებში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქი ააშენეს. კანგისი, კაინე, აბიტე. ხმელთაშუა ზღვის ამ უკიდურეს დასავლეთში ევროპისა და აფრიკის გამყოფ სრუტეებთან უკვე ძველი წელთაღრიცხვით პირველ 1000 წლეულის პირველ ნახევარში მოიდგეს ფეხი ფინიკიელებმა. ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ ნაწილში მათი უდიდესი კოლონია იყო ძველი წელთაღრიცხვით 825 წელს დაფუძნებული ქალაქი კართაგენი. თავის მხრივ კართაგენელებმაც ძველი წელთაღრიცხვით მე-7-მე-6 საუკუნეებში მოაწყვეს ექსპედიციები ჰერაკლეს სვეტებს მიღმა კოლონიების დაარსების მიზნით, მაგალითად ჰანონის ხელმძღვანელობით განხორციელებული ცურვა. სოლონის ეგვიპტეში წასვლამდე ცოტა ხნით ადრე ფარაონ ნეხოს ძველი წელთაღრიცხვით 6993 წლები დავალებით ფინიკიელებმა წითელი ზღვის გავლით აფრიკას გარშემო შემოუარეს. ამის შესახებ ცნობას ჰეროდოტე გვაწვდის. ცხადია, რომ ლიბიეს ირგვლივ ზღვა ერტყმის, გარდა იმ ნაწილისა, რომლითაც ის აზიას ესაზღვრება. ვინც ჩვენ ვიცით, მათ შორის პირველი იყო ნეხო, ეგვიპტის მეფე, რომელმაც ეს დაამტკიცა. მან შეწყვიტა არხის თხრა, რომელიც ნილოსიდან არაბიის უბისაკენ მიემართებოდა. გაგზავნა ფინიკიელები ნავებით და უბრძანა მათ უკან ჰერაკლეს სვეტებით გამოეცურათ. ვიდრე არ მოვიდოდნენ ჩრდილოეთის ზღვასა, ხმელთაშუა ზღვა და ამრიგად ეგვიპტეში. ფინიკიელთა ასეთი აქტიურობის დროს, როცა ისინი ჰერაკლეს სვეტებს შორის კარგახანია გადი გამოდიოდნენ, ბერძენი კოალიოს სამოსელი იქ შემთხვევით მოხვდა. ძალიან უნდოდათ ეგვიპტეში მოხვედრა, მაგრამ აღმოსავლეთის ქარმა მათ გზა გაუმრუდა. რადგან ქარი არ ჩადგა, გაიარეს
ჰერაკლეს სვეტები და ღვთის განგების მიხედვით მიაღწიეს ტარტესოს. ეს ამბავი ძველი წელთაღრიცხვით 621 წელს მომხდარა, ანუ ძველი წელთაღრიცხვით მე-7 საუკუნეში ბერძნები ატლანტის ოკეანის გაცნობას მხოლოდ იწყებდნენ. უფრო ადრე მათ ამის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდათ. ჰომეროსი არაფერს ამბობს ფინიკიელთა თაობაზე დასავლეთით და სიცილიის იქით არ მიუთითებს არავითარ რეალურ სახელწოდებას. ციტატიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ რაკი ჰომეროს ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს ხმელთაშუა ზღვის დასავლეთის ნაწილზე, შესაბამისად ბერძნებმაც ბევრი არაფერი იცოდნენ ზღვის ამ ნაწილზე. ეხება რა ისეთ თემას, როგორიც არის ჰომეროსი და გეოგრაფია, ტომპსონი თავის ნაშრომებში ცდილობს დაწვრილებით გაერკვევს პრობლემის არხში. ყველა ამ მსჯელობიდან მხოლოდ ის არის ნათელი, რომ პოეტი მისთვის უცნობ არემარეს მეტად თავისუფლად ექცევა. აქ შეიძლება ადგილი ჰქონდეს მივიწყებულ მოგზაურობათა გამოძახილს, მაგრამ ეს ნათელი არ არის და ხალხურ თქმულებებთა ელემენტებთან უცნაურადაა შეზავებული წმინდა გამონაგონი. თუ ამაზე დიდი ხნით ადრე ვიღაც ეგეიდელებს შეეძლოთ დასავლეთზე მოეთხროთ რაიმე რეალური, ის ლეგენდებითაა გაბუნდოვნებული. და თუ ოდისევსმა ნახა ბევრი ხალხის ქალაქები და მათი აზრები შეისწავლა, ჰომეროსთან ჩვენ ვხედავთ მხოლოდ საყოველთაოდ ცნობილ ზღაპრებს, უფრო დამაჯერებელი თავგადასავლები, რომ დავიწყებას მისცეს. საპირისპიროდ ზოგიერთ ძველ მწერლის აზრისა, ჰომეროს წარმოდგენა არ აქვს ხმელთაშუა ზღვაზე, ვითარცა ტბაზე და მის ოკეან მდინარეს საერთო არაფერი აქვს ნამდვილ ოკეანესთან ან მის მიქცევებსა და მოქცევებთან. ის თუმცა განასხვავებს მას ზღვისაგან, მაგრამ არა როგორც ცნობილ გარე ზღვას შიდა ზღვისაგან, რამდენადაც ეს სტრაბონს წარმოუდგენია. ზოგიერთი თანამედროვე ავტორი მიუთითებს, რომ პირველ ხანებში ოკეანის შესახებ წარმოდგენა იყო წმინდად მითიური, მაგრამ უკვე ფინიკიელთა ცნობების გავლენით ის ჩაითვალა ნამდვილ გარე ზღვად. ტომპსონის ეს მოსაზრება თავდება სქოლიოს მითითებით, სადაც ის მეტად საინტერესო ინფორმაციას გვთავაზობს სიტყვა ოკეანის ეტიმოლოგიის თაობაზე. რიტერი წერს, რომ თავად სიტყვა ოკეანე წარმოსდგება ფინიკიური სახელწოდებიდან ოგენ, რაც ყოვლის მომცველს ნიშნავს. რამე თუ ფინიკიელები პირველები გაეცნენ ოკეანეს, გავიდნენ რა ჰიბრალტარის სრუტის გაღმა. მას ასე როგორც ძველი, ისე თანამედროვე ავტორები ერთხმად ადასტურებენ ფინიკიელთა პირველობას ატლანტის ოკეანის კვლევის საქმეში და მაინც ხმელთაშუა ზღვის უკიდურესი დასავლეთი ნაწილისა და თავად ოკეანის ტოპონიმიკას ბერძნებმა თავისი კვალი დაამჩნიეს. ოკეანესთან დამაკავშირებელ სრუტეს დღეს ჰიბრალტარისა რომ ჰქვია, ჰერაკლეს სვეტები უწოდეს. ბერძნული მითოლოგიით ამ სვეტების ამბავი ბერძენი გმირის ჰერაკლეს მეათე გმირობას უკავშირდება. ეს არის გერიონის ძროხების ამბავი, რომელთა გამორეკვაც ევრისთევსმა დააკისრა ჰერაკლეს. ბუმბერაზი გერიონი უკიდურეს დასავლეთში, შვაგულ ოკეანეში, კუნძულ ერითიაზე ცხოვრობდა. დავალების შესასრულებლად შორეულ გზას გაუდგა ჰერაკლე. გაიარა ევროპა, ეგვიპტე, მთელი ლიბია და მივიდა ოკეანის პირას. აქ ტარტესთან ახლოს თავისი ხანგრძლივი მოგზაურობის აღსანიშნავად აღმართა ორი სვეტი. ასეა მითის მიხედვით, ბერძნებმა ჰერაკლეს სვეტები უწოდეს იმ ორ კლდეს, რომლებიც სრუტის ორივე ევროპულ და აფრიკულ ნაპირზე არის წამომართული.
ბერძნებმა აფრიკის ამ ნაწილში მდებარე მთებს ასევე მითოლოგიური პერსონაჟის ატლანტის სახელი დაარქვეს. მითის მიხედვით ატლანტი არის იაპეტისა და კლიმენეს, სხვა ვერსიით კი აზიის ძე, პრომეთეს ძმა, პლიადებისა და ჰესპერიდების მამა, აფრიკის მეფე. ამავე დროს ის არის ზღვათა წიაღისა და ცის მეცნიერი. მას მიაწერდნენ ცის პირველი სურათის დამზადებას და ამის წყალობით ასტროლოგიის ფუძემდებლად შეიძლება მივიჩნიოთ. ღმერთებთან შებრძოლებისათვის ზევსმა დასაჯა მიამბოხე ტიტანი და ცის თაღი დაადგა მხრებზე. აფრიკისა და ევროპის შესაყართან იდგა ცის თაღს სვეტად შემდგარი ტიტანი. ჰესპერიდების ბაღიც მას ეკუთვნოდა. ამ ბაღში ინახებოდა ის ოქროს ვაშლები, გეამბრომ აჩუქა ჰერას ქორწილში და ჰერაკლეს მიკენის მეფისათვის უნდა ჩაეტანა. ეს მისი მე-12 გმირობა იქნებოდა. ჰერაკლე მივიდა ჰესპერიდების ბაღში, ატლანტს სთხოვა ვაშლი მომიტანეო. პრომეთეს რჩევით ატლანტს შეენაცვლა და ცის თაღი დაიდგა მხრებზე. გათავისუფლებულმა ატლანტმა ვაშლები მოუტანა. თუმცა ტვირთისაგან გათავისუფლება გაუტკბა. აღარ მოუნდა ცის თაღს სვეტად შესდგომოდა და ჰერაკლე კინაღამ იქ დარჩა მის მაგივრად, მაგრამ გმირმა იეშმაკა ცირეხნით შენაცვლებას თხოვა ატლანტს და როცა ამ უკანასკნელმა ცის თაღი ისევ დაიდგა მხრებზე, ჰერაკლემ ვაშლებს დასტაცა ხელი და გაიქცა. მიუტანა ვაშლები ევრისთვეს, მაგრამ ამ უკანასკნელმა ჰერაკლეს უკან დაუბრუნა. ჰერაკლემ ვაშლები ათენას უძღვნა, მაგრამ ქალღმერთმა ისინი ისევ ჰესპერიდების ბაღში დააბრუნა, რადგან მათი სხვაგან შენახვა არ შეიძლებოდა.